თავი მეორე, არაფერი არ მოგაკლდება. როგორი თამამი და გაბედულია ეს მტკიცება, არაფერი არ მომაკლდება. ნათელია რომ საუბარია იმ ერთ-ერთი ცხვრის განცხადებაზე, რომელიც სავსებით კმაყოფილია თავისი მეპატრონითა და ბედით. და რადგან თავად უფალია ჩემი მწყემსი, მე არაფერი არ მომაკლდება. სიტყვას არ მომაკლდება იმ მნიშვნელობით, როგორითაც ამ შემთხვევაშია ნახსენები, უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენ ვარაუდობთ. უეჭველად, თავარი აზრი აქ იმაში მდგომარეობს, რომ მე არაფერი არ მაკლია, არაფერში არა ვარ დაჩაგრული, მე ვიმყოფები საუკეთესო მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ. ეს წინადადება გამოხატავს უფრო ღრმა აზრსაც. იყო აბსოლუტურად კმაყოფილი კეთილი მწყემსით. ამიტომაც მე არ გამაჩნია არავითარი სხვა სურვილები. ასეთი მტკიცება ჩვენ იშვიათად გვხვდება. მით უფრო საოცარია ის, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამს დავითი, ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცით ხშირად სდევნიდნენ მისი მტრის, საულის თუ საკუთარი მოჯანყე შვილის აბესალომის შეიარაღებული მეომრები. აბსოლუტურად ნათელია ისიც, რომ იგი გახლდათ პიროვნება, რომელმაც გადაიტანა უკიდურესი გაჭირვება, წარა სიღარიბე, უძლიერესი შეჭირვებების სულში. ამიტომაც დაუჯერებელია დავითის მტკიცების საფუძველზე ივარაუდო, რომ ღმერთი შვილი, ცხვარი, მეცხვარის მზრუნველობის ქვეშ მყოფი, არასოდეს არ შეიმეცნებს შეჭირვებასა თუ სიღარიბეს. ფრიად მნიშვნელოვანია იესო ქრისტეს ცხოვრება განხილულ იქნას რეალურად, როგორც მაგალითად ილიას ან იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების გზები. ან დაკვირვება ვაწარმოოთ რწმენის ადამიანებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიც იყო ლივინგსტონი. მათი ცხოვრების შესწავლა ნათელყოფს იმას, რომ თითოეულ მათგანს ცხოვრებაში ჰქონდათ ძლიერი პირადული გაჭირვებები და უბედურება. იესო ქრისტე გამოსამშვიდობებელ მიმართვაში მოწაფეების მიმართ, როგორც კეთილი მწყემსი აფრთხილებდა მათ. წუთის სოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე წუთის სოფელს. იოანე თავი მე-16 მუხლი 33. დასკვნა იმისა, რომ გარეგნული კეთილდღეობა ნიშანია განსაკუთრებული ლოცვა კურთხევისა, რასაც ქრისტიანები ხშირად ამტკიცებენ, მცდარია. მით უმეტესი, რომ იაკობის წერილში ვპოულობთ საწინააღმდეგო განმარტებას. განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა. იაკობი თავი მეორე მუხლი მე-5. დიდარ ჭაბუკს, რომელსაც უფალთან დარჩენა სურდა და მისი მოწაფეობა იესო განუმარტავს. ერთი რამ გაკლია, წადი, რაც გაქვს გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი. მარკოსი თავი მე-10 მუხლი 21. ასეთი კუთხით თუ დავეყრდნობით ბიბლიის შესწავლას, შეგვეძლება დავასკვნათ, რომ დავითი არ გულისხმობდა გარეგნულ შეჭირვებებსა და ჯანმრთელობის საკითხებს, როცა იგი ამტკიცებს, რომ არაფერი არ მომაკლდება. ამიტომ ქრისტიანმა უნდა აღიქვას ცხოვრება ისეთად, როგორიც იგი გახლავთ და მიიღოს ფრიად შესაძლებლად ის, რომ იგი, ისევე როგორც ბევრი სხვა ღმერთის რჩეული ადამიანები, არასოდეს არ გახდება მდიდარი თუ მატერიალურად ყველაფერში უზრუნველყოფილი. ამ პლანეტაზე თავის არსებობას იგი უნდა განიხილავდეს, როგორც მოკლე თეატრალურ წარმოდგენას, რომლის განმავლობაშიც სრულიად შესაძლებელია, რომ იგი განიცდიდეს დევნასა თუ გარეგან შეჭირვებებს. ყველა გაჭირვებისა და შევიწროების მიუხედავად, მას შეუძლია მტკიცედ განაცხადოს. მე არაფერი არ მომაკლდება. მე მუდმივად ვიმყოფები ჩემი ყოვლის შემძლე უფალის წინამძღოლობის ქვეშ და გარშემორტყმული ვარ მისი მზრუნველობით. ამ უბრალო განმარტების არსს, რომ მივაგნოთ, აუცილებელია დავინახოთ განსხვავება იმაში, თუ ვის ვაკუთვნებთ საკუთარ თავს, კეთილ მწყემს თუ თვითმარქვიას.
იესო თავისთავად არ იშურებდა ძალღონეს, რათა მიეთითებინა ყოველივესთვის, ვისაც სურდა მას გაჰყოლოდა, იმაზე, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია ერთდროულად ემსახურო ორ ბატონს. საჭიროა მიაკუთვნო თავი ან ერთს, ან მეორეს. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ფარის კეთილდღეობა მთლიანად და ყველაფერში დამოკიდებულია მისი მფლობელის ზრუნველობასა და მართვა-გამგეობაზე. ჩვენი რანჩოს მახლობლად მყოფი მეზობელი ფერმის გამქირავებელი გახლდათ ყველაზე დაუდევარი მმართველი, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ. საოცრად გულგრილი საკუთარი ცხოვრების მიმართ არანაირად არ ენახულებოდა ისინი. მისი მიწა მოუვლელი და ხელმიშვებული იყო. ზამთარ ზაფხულ ფარა უპატრონოდ ღვთის ანაბარად იყო მიტოვებული. ამიტომ იგი იოლად მოსაპოვებელ ნადავლს წარმოადგენდა ძაღლებისთვის, პუმებისთვის და ქურდებისთვის. მისი ფერმა თითქმის გაპარტახების გზაზე იდგა. ყოველდღიურად ეს საცოდავი ცხოველები იძულებულები იყვნენ თავად ეძებნათ მწირი საკვები მზისაგან გახუნებულ ველებსა და გაღატაკებულ საძოვრებზე. ზამთრობით ნერბები მშივრები რჩებოდნენ, რადგან მათთვის არ იყო გამზადებული ნოყიერი თივა და საკვები ხორბალი. თავშესაფარი, სადაც გასაცოდავებული ცხვრები თავს აფარებდნენ, უამინდობას, ქარიშხალსა და თოვას უბადრუკი და საკმარისად მოუმზადებელი იყო. თავიანთ საწყურებლებში მათ მუდმივად დაბინძურებული და დაგუბებული წყალი მოეპოვებოდათ. განიცდიდნენ მარილისა და სხვა აუცილებელი მინერალების უქონლობას, რომლებსაც ისინი ვერ იღებდნენ არა ჯანსაღი ღარიბული საძოვრებიდან და რომელსაც ასე საჭიროებდნენ. თავისი დაუძლურებული ღონე მიხდილი და დაავადებული მდგომარეობით ეს ცხოველები გვიხატავდნენ ამაღელვებელ სურათს. დღემდე ჩემს მეხსიერებას შემორჩა ის სურათი, თუ როგორ იდგნენ ისინი ჯგუფურად შემოღობილთან და წუხარე მზერით უცგერდნენ ზღუდის გადაღმა გაფენილ ნოყიერ საძოვრებს. მიუხედავად ასეთი სევდიანი სურათისა, მათი უგულო, ეგოისტი მეპატრონე აბსოლუტურად გულგრილი რჩებოდა. იგი არ იჩენდა მზრუნველობას მათ მიმართ. მისთვის სულ ერთი იყო. საკმარისი რაოდენობის ნოყიერი ბალახი და გრილი წყალი ჰქონდათ მათ თუ არა. უამინდობის დროს საჭიროებდნენ თუ არა სიგრილესა და თავშესაფარს, ან თუნდაც სჭირდებოდათ კი პირველადი დახმარება ჭრილობების, ავადმყოფობის ან სხვადასხვა პარაზიტებისაგან დაზიანების შემთხვევებში. იგი საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, რომ პასუხისმგებელი იყო მათ შეჭირვებებზე. რისთვის? ისინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცხვრები იყვნენ დასაკლავად განკუთვნილნი. მე ვერ ვუყურებდი იმ გასაცოდავებულ ცხვრებს ისე, რომ არ გამეფიქრა შორს მჭვრეტელური შეგნებით, რომ ეს იყო ზუსტი სურათი იმ უკეთური ძველი ბატონებისა, რომლებსაც ჰქვიათ ცოდვა და სატანა, რომლებიც თავიანთ მიტოვებულ სამფლობელოში დამცინავად ადევნებენ თვალყურს იმათ შეჭირვებებს, ვინც მათი მფლობელობის ქვეშ იმყოფებიან. როგორც მოყვარულ მქადაგებელსა და მეცნიერს, მე არაერთხელ დამჭირვებია შევხვედროდი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მე ყოველთვის ერთსა და იმავე დასკვნასთან მივდიოდი, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია ბატონზე, უფროსზე, მმართველზე, რამე თუ მრავალი ადამიანის ცხოვრებაში ეს სახე განსაკუთრებულ როლს თამაშობს და მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას მათი ცხოვრების ბედზე. მე წილად მხვდა გავცნობოდი ამერიკის შეერთებული შტატების შეძლებული ოჯახების წარმომადგენლებს და გამოჩენილ მეცნიერებსა და აკადემიკოსებს. და თუ გარეგნულად მათ შეეძლოთ წარმოეჩინათ თავიანთი ბრწყინვალე წარმატებები, დამტკბარიყვნენ დიდი პატივით და გაეხარათ თავიანთი კეთილდღეობით, სულიერად ისინი ღარიბები, უბედურნი და დაბეჭავებულნი იყვნენ. ისინი სიხარულს მოკლებული ადამიანები გახდნენ, რომლებსაც მათი უგულო, მატყუარა ბატონი აკავებდა რკინის მარწუხებში.
ამის საპირისპიროდ მე ვიცნობ მრავალ ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს საშინელი გაჭირვებები და უბედურებანი არსებობისთვის ბრძოლაში, მაგრამ რადგან ისინი წარმოადგენენ იესო ქრისტეს საკუთრებას და მოუწოდეს მას ყოფილიყო მათი ბატონი და წინამძღოლი, ისინი წყნარი და ღრმა სიმშვიდით ცხოვრობენ, რაც შესამჩნევად მშვენიერია. ასეთი თავმდაბლური ოჯახების არსებობა გულს ახარებს. მათ შორის შეიძლება იპოვოთ ისეთი ქალები და კაცები, რომლებიც სულიერად მდიდრები, გულით გულუხვნი და დიდსულოვანი არიან. ეს ადამიანები ასხივებენ სრულ სიმშვიდეს, რწმენას და შინაგან სიხარულს, რომლებიც არ ექვემდებარება გარემოებებს. ისინი ღმერთის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და იციან ეს. ადგანან რა გზას, რომელსაც იესო წინამძღოლობს, კმაყოფილნი არიან. კმაყოფილება ქრისტიანი ადამიანის ნიშან-თვისებაა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე უფალს მიანდო. ეს განსაკუთრებით ეხება დღევანდელ დოვლათიან საზოგადოებას. ზუსტად აქ წარმოიქმნება ის იშვიათი წინააღმდეგობა, რომ დაუკმაყოფილების ციებ-ცხელებას რყევაში მოყავს ხალხი, რომლებიც გამუდმებით ლაპარაკობენ მტკიცე რწმენაზე. და მიუხედავად მაღალი კეთილდღეობისა და მატერიალური ქონებისა, ეს ხალხი არაა მტკიცედ რწმენაში, ტანჯავთ უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ და იმყოფებიან სულიერი ფასეულობების გაკოტრების ზღვარზე. მუდმივად ეძებენ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს, შფოთიანნი, მერყევნი, ხარბნი, მეტის და მეტის მომთხოვნი, უკმაყოფილონი და სულიერად დაცლილნი რჩებიან. ამის საპირისპიროდ უბრალო და მორჩილ ქრისტიანს კეთილი მწყემსის ცხვარს შეუძლია ამაყად და თამამად თქვას, უფალი ჩემი მწყემსია, მე არაფერი არ მომაკლდება. მე აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ და ვეთანხმები იმაში, თუ როგორ მართავს იგი ჩემს ცხოვრებას. რატომ? იმიტომ რომ იგი ჩემი მწყემსია, რომელიც ზრუნავს თავის სამწყსოზე ძალისხმევის დაუშურებლად. იგი გახლავთ მათი მეპატრონე, რომელიც ცნობილია მათთვის თავგამოდმებით, რომელსაც ისინი უყვარს თავად მათ გამო და მათში პოულობს პირადულ სიხარულს. თუ აუცილებელია, მას შეუძლია 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში იყოს მათი ყველაფრის უზრუნველყოფისათვის. ამის გარდა, იგი მოშურნეა თავისი სახელისა და რეპუტაციისა, როგორც კეთილი მწყემსი. იგი ის მეპატრონეა, რომელიც ხარობს საკუთარი ფარით. მისთვის არ არსებობს უფრო მეტი საზღაური და დაკმაყოფილება, ვიდრე ხედავდეს, რომ მისი ცხვრები კმაყოფილნი, მაძღარნი, უსაფრთხოებაში მყოფნი და ჯანღონით სავსე არიან მისი უშუალო მზრუნველობის ქვეშ. საკუთრივ ეს გახლავთ მისი ცხოვრების შინაარსი. ამისთვის იგი სწირავს ყველაფერს, რაც გააჩნია, საკუთარ სიცოცხლეს დადებს იმათთვის, ვინც მის საკუთრებას წარმოადგენს. წყემსი არიშურებს შრომას, რათა უზრუნველყოს თავისი ცხვრები საუკეთესო საკვებით, ყველაზე ნოყიერი საძოვრებით, ზამთრისათვის საკმარისი რაოდენობის საკვებისა და სუფთა წყლის მომარაგებით. დაუზარელად შრომობს, რათა მოამზადოს მათთვის თავშესაფარი ქარიშხლებისაგან დასაცავად და აგრეთვე სასტიკი მტაცებლების, ავადმყოფობებისა და პარაზიტებისაგან დასაცავად, რომელთა მიმართაც ცხვრები განსაკუთრებით შემთვისებელნი არიან. ამიტომ ნუ გიკვირთ, როცა იესო ამბობს, მე ვარ მწყემსი კეთილი. წყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. იოანე 10:11. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. იოანე 10:10. განთიადიდან გვიან ღამემდე ფხიზლობს ეს თავდადებული მეცხვარე თავისი ცხვრების კეთილდღეობისთვის. ამისგან მას ვერაფერი მოაცდენს. მთელი დღის განმავლობაში იგი არ აკლებს მათ ყურადღებას.
გამოცდილი, გულმოდგინე, თანამგრძნობი მზერით ათვალიერებს იგი მათ. კმაყოფილნი თუ არიან ისინი, ჯანმრთელად თუ იმყოფებიან და შეუძლიათ თუ არა ფეხზე დგომა. დაუყოვნებლივ ამჩნევს მათ უგუნებობას, შფოთს და საჭიროებს თუ არა რომელიმე მათგანი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას. დღის განმავლობაში იგი განუწყვეტლივ თვალყურს ადევნებს თავის ფარას, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ყველაფერი წესრიგშია. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მისი ცხვრები არ აძლევენ მას მოსვენების საშუალებას, როგორც იტყვიან, მას სძინავს ერთი გახელილი თვალითა და ორივე დაცქვეტილი ყურით. ნებისმიერ წუთას მცირეოდენი საფრთხისა და მათი დაცვისათვის მზადყოფნაში მყოფი. ეს გახლავთ განდიდებული სურათი იმ მზრუნველობისა, რასაც იესო ქრისტე იჩენს თავისიანებზე. დილიდან და ღამებამდე იგი თვალყურს ადევნებს მათი ცხოვრების უმცირეს წვრილმანებსაც კი. არ წათვლემს დამცველი შენი, არ წათვლემს და არ დაიძინებს. ფსალმუნი 120, მუხლი 3 და 4. და მიუხედავად იმისა, რომ თავს მივაკუთვნებთ ასეთ დიდებულ მეპატრონეს, ფაქტია, რომ ზოგიერთი ქრისტიანი მაინც უკმაყოფილოა მისი ყურადღებით. განხიბლულები ყოველთვის ფიქრობენ, რომ მეზობელ მდელოზე ბალახი უფრო ხასხასამწვანეა. ესენი გახლავთ ხორციელი ქრისტიანები, რომლებიც დაიპარებიან ღობე-ღობე, ანუ მათ ნახევრად ქრისტიანებსაც უწოდებენ. ისინი ცდილობენ ორივე მხარით წყლის ტარებას, რაც ნიშნავს, რომ სარგებლობენ მატერიალური სამყაროს უპირატესობებით და ამავე დროს ქრისტეს ეკლესიითაც. ქართველ ხალხს ასეთ შემთხვევაში ესეთი ანდაზა აქვთ, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს. ერთხელ მყავდა ნერბი, რომელსაც ასეთი ხალხის მსგავსი თვისებები ახასიათებდა. იგი გახლდათ ნამდვილად მიმზიდველი ცხვარი, რომელიც კი ოდესმე მყავდა საკუთრებაში. იგი საოცრად ლამაზად პროპორციული აგებულებისა, ჯანმრთელი, ძლიერი და პირველხარისხოვანი მატყლის მქონე ცხვარი გახლდათ. მას სუფთა თავი ჰქონდა, ლამაზი ნათელი თვალებით. იგი შობდა ლამაზ ჯიშიან ბატკნებს, რომლებიც სწრაფად იზრდებოდნენ. მიუხედავად ბევრი უპირატესობებისა, ერთი დიდი ნაკლი ახასიათებდა. მოუსვენარი და უკმაყოფილო იყო, ყოველთვის ღობე-ღობე მძრომიალა. ამიტომაც მას ქალბატონი მაწანწალა შევარქვი. ამ ნერბმა იმდენი პრობლემები გამიჩინა, იმდენ ფაციფუცსა და გარჯას მავალებდა, რამდესაც მთელი ფარა ერთად აღებული. განსხვავება არ იყო, თუ რომელ მინდორზე, თუ საძოვარზე ბალახობდნენ ცხვრები, იგი ყოველთვის ღობის ან ნაპირის, ვინაიდან ზღვისპირას ვცხოვრობდით, გასწვრივ დახეტიალობდა და იპოვიდა რა გასაძრომს, საიდანაც გაქცევა შეეძლო, აგრძელებდა ბალახის ძოვას სხვა მხარეს. ვერ იტყვი თითქოს მას ნოყიერი ბალახი აკლდა. ჩემი საძოვრები ჩემში სიხარულს და აღტაცებას იწვევდა. მთელ სიმარე-მარეში ჩემი ცხვრების გარდა ესეთი ნოყიერი საძოვრები არავის ჰქონია. მაგრამ ქალბატონ მაწანწალას სისხლში ჰქონდა გამჯდარი გაქცევა და ხეტიალი. მარტივად რომ ვთქვა, ეს ცხვარი არასოდეს არ იყო კმაყოფილი იმით, რასაც სთავაზობდნენ. ხშირად ხდებოდა ისე, რომ იგი ძვრებოდა ღობის ხვრელებში, ან ზღვის მიქცევის დროს გარს უვლიდა ღობეს და თავს ამოჰყოფდა ხოლმე ცარიელ და გამხმარ საძოვარზე, უვარგისი საკვებით ან საერთოდ საკვების გარეშე. ასეთი მწარე გამოცდილების მიუხედავად, მან ვერა და ვერ შეიმეცნა გაკვეთილი და კვლავ აგრძელებდა გაპარვას ღობის გადაღმა. არ იქნებოდა ურიგო, რომ მხოლოდ ეგერთი ცხვარი ყოფილიყო ასეთი დაუჯერებელი, რამე თუ მის მოძებნასა და ფარაში დაბრუნებაზე მაინც დიდი დრო მეხარჯებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იგი თავის ბატკნებსაც აცდუნებდა ხოლმე მასავით მოქცეულიყვნენ. ისინი ბაძავდნენ მას და ასევე ოსტატურად ისწავლეს გაპარვა, როგორც დედამისი იპარებოდა სახეტიალოდ. კიდევ უარესი ის იყო, რომ იგი ცუდ მაგალითს აძლევდა სხვა ცხრებსაც. არ გასულა დიდი ხანი, რომ მან სხვა ცხრებსაც ასწავლა ღობის გასაძრომებით გაპარვა ქვემოთ ზღვის ნაპირისაკენ.
იმის მერე, რაც მთელი ზაფხული გადავყევი ამ ჯიუტ თავნება ცხვარს, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ იგი უნდა მომეშორებინა, რათა მას არ გაეფუჭებინა დანარჩენები. ჩემთვის ეს უსიტყვოდ რთული გადასაწყვეტი იყო, რამე თუ მიყვარდა ეს ცხვარი ისევე, როგორც სხვა დანარჩენები. მისი სიძლიერე, სილამაზე და სიმკვირცხლე ყოველთვის ახარებდა ჩემს გულს. მაგრამ ერთ მშვენიერ დილას მე ავიღე ხელში დასაკლავი დანა და დავკალი იგი. ეხლა კი სამუდამოდ შეწყდა მისი მაწანწალობა. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. იგი იყო ცხვარი, რომელიც მიუხედავად ყველანაირი ჩემი გარჯილობისა, გამომეჩინა მისთვის საუკეთესო მზრუნველობა, ყოველთვის უკმაყოფილო იყო და სურდა კიდევ რაღაცა სხვა. იგი არ ეკუთვნოდა იმას, ვინც წარმოთქვა, უფალი ჩემი მწყემსია, მე არაფერი არ მომაკლდება. ეს გახლავთ სერიოზული გაფრთხილება ხორციელ, ნელთბილ, ნახევრად ქრისტიანების მიმართ, რომლებიც ყველგან მატერიალურ სამყაროშიც და ქრისტეს ეკლესიაშიც ცდილობენ საუკეთესოს მიღებას. შესაძლებელია, რომ მათაც ერთხელ დაუდგეთ ასეთი დასასრული.